და რა ხდება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, როგორ ხედავს საკუთარ მომავალს ნიკამელია არჩევნების დასრულების შემდეგ, რას პასუხობს ბრალდებებს, რომელიც მისი მისამართით ისმის და თვითონ რა პრეტენზიები აქვს თანაპარტიელების ნაწილთან ნაციონალური მოძრაობის მოქმედ თავმჯდომარეს ჩვენს კითხვებს ახლა ზუგდიდიდან ნიკამელია უპასუხებს, რომელიც იქ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფება. გამარჯობა ბატონო ნიკა და დიდი მადლობა რომ გვერთვებით პირდაპირ ეთერში ზუგდიდიდან. ბატონო ნიკა, დავიწყოთ საუბარი იმით, რაც ხდება ახლა ნაციონალურ მოძრაობაში და ეს არჩევნები. რა სიტყვით თქვენ, ბატონო ნიკა, რას შეცვლებს ნაციონალურ მოძრაობაში აი ეს არჩევნები? რას ნიშნავს მთლიანად ოპოზიციისთვისაც ამ არჩევნების ჩატარება და პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციურ ფლანგზე იქნება თუ არა ამით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც აქვს ოპოზიციურ ამომრჩეველს ქვეყანაში. დიდი მადლობა მოცემული შესაძლებლობისთვის მინო, თქვენ იცით ბევრჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში, რომ აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, აბსოლუტურად უდროოდ ჩაინიშნა, გამოცხადდა თითქოს ინიციატივა გააჟღერებინეს ჩვენთვის საპოტიცემულო ახალგაზრდებს ადამიანებმა, რომლებიც რეალურად იყვნენ ავტორნი ამ პროცესის, რომელსაც საფუძველი დაუდეს 9 ნოემბერს და ამით პირდაპირ გულახდილად უნდა ითქვას, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად არ გაძლიერებულა. ამით რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი დეზორიენტაცია მოხდა მთლიანად ოპოზიციურ ველზე და ბევრისთვის ალბათ შეუარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ეს პროცესი ინიცირებული, პროვოცირებული იყო სხვა ადამიანების მიერ, რომლებიც რეალურად არ ჩანან პოლიტიკურ საჯარო ასპარეზზე, ანუ არენაზე. მიუხედავად ამისა, კრიზისის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების თავიდან აცილების გამო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არჩევნები ჩაენიშნა და სულ რაღაც 6-7 დღეში არჩევნები დასრულდება და ამ პარტიას ბატონო ნიკა, სწორედ მინდა რომ მკითხოთ ეს, რომ თქვენ ერთ-ერთ განცხადებაშიც და ახლაც ამ ნაწილზე დაიწყეთ საუბარი, რომ სხვა პირები დგანან რეალურად ამ არჩევნების უკან, თქვენ პირდაპირ სახელები და გვარიც დაასახელეთ და ამაზე ღიად საუბრობს. ეს არის ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, ორივე მათგანი, ბატონო ნიკა, იყო ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თავის დროდე, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში და აი თქვენ რა სიტყვით ამ საკითხთან მიმართებაში, ხო, მე მგონი ვანო მერაბიშვილი მაშინაც იყო ნაციონალური მოძრაობაში, როდესაც თქვენ მიხვედით, ხომ? აი რა შეიცვალა ახლა და რატომ გახდნენ ეს პირები, ანუ გულისხმობ ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს თქვენთვის ეს არ არის გავიგენინო. დიახ. ჩემთვის არა, მე არანაირი პერსონალური დაპირისპირება არავისთან არ მაქვს და მეწუნეთ არავის არა აქვს ერთმანეთთან პერსონალურ დაპირისპირება ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ამაზე. ბატონო ნიკა, პოლიტიკურად მიუღებელი როდიდან გახდა ამას პოლიტიკურად შეხედე. კი ბატონო ნინო, როდესაც ადამიანები ავლენენ ამბიციას, რომ კონდეთ არაფორმალური გავლენები პარტიაში, ამ შემთხვევაში ბატონ კეზერაშვილს და არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიაში, ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობაში, ხო? სხვადასხვა მედია საშუალებებშიც იგი ცდილობს, რომ თავისი არაფორმალური თუ ფორმალური გავლენები შეიტანოს, ხო? ადამიანი როდესაც თუ იქნებოდა წინაპლაზე, როგორც საჯარო პირი წამოწეული, რა თქმა უნდა არავის არ ექნებოდა პრობლემა და ის იქნებოდა ანგარიშვალდებული, თუნდაც თქვენთან როგორც ჟურნალისტად, თუნდაც როგორც საზოგადოებასთან, ფართო საზოგადოებასთან, აუდიტორიასთან, ვის ექნებოდა უფლება ვინმეზე ეთქვა, რომ ამ თუ ადამიანს, რაც არ უნდა მისაღებია მიუღებელი იყოს, თუნდაც ჩემთვის და ნებისმიერ სხვა ადამიანისთვის, არა აქვს უფლება მიიღოს საჯარო პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ როდესაც ყველაფერია ეს საჯარო პროცესის გარდა, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია უნდა იმართებოდეს დემოკრატიული მეთოდებით. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ქართულ ოცნებას თავარი ნაკლი პირველივე დღიდან 2012 წლის 2 ოქტომბრიდან, ხო? ძალიან მალე რა დაუფიქსირდა, რომ აქ მიდრეკილება და ეს გამოვლინდა სულ ერთ წელიწადში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად წავიდა
თანამდებობიდან დღემდე მართავს მის პოლიტიკურ პარტიას და მისი მეშვეობით ამ ქვეყანას და ამიტომაც ძალიან ბევრი ადამიანი და არა მხოლოდ ამიტომ რა თქმა უნდა არის ძალიან სწორად ჩემის აზრით დაპირისპირებული ქართული ოცნების რეჟიმთან და როდესაც მსგავს ტენდენციებს ხედავ მე პარტიაში რომელიც უნდა გახდეს დიახაც საწინდარი ჩემის აზრით წარმატებული ქართული სახელმწიფოსი მომავალში ეს ჩემთვის არის დაუშვებელი რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს ვანო მერაბიშვილი თქვენიცით 2016 წელს მე მასთან პირადად მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა ციხეში როდესაც იგი იყო 6 წლისა და 7 თვის განმავლობაში და რა თქმა უნდა ეს ჩემთვის არის საპატივცემულო ვინც არ უნდა იყოს როდესაც სამართლოს საგანში 6 წელი და 7 თვე შენ ხარ ამ ნაწილთან მიმართებაში ხა ხო ბუნებრივია მე პატივიცემა ბევრჯერ დავაფიქსირებ მაგრამ აქ ჩვენ საუბრობთ პოლიტიკურ მომავალზე და საუბრობთ ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესზე მე მასთან შეხვედრა როდესაც ციხეში მქონდა რასაც დაკავშირებით ხო მქონდა ნინო ალბათ იცით ან გახსოვთ ხო ვისაც არ ახსოვს შევახსენებ მაშინ პარტიას გამოიყო სამწუხარო ჯგუფი დიდი ჯგუფი დააფუძნეს ევროპული საქართველოს პოლიტიკური პარტია ჩვენ რამდენიმე დღეში ვატარებდით პოლიტიკურ ყრილობას სპორტის სასახლეში და მე უკვე როგორც დეპუტატს მაშინ 2016 წელს ჰქონდა შესაძლებლობა შევსულიყავი 2017 წელს შევსულიყავი მომენახულები და მე კითხა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილვა მასთან ის იყო მოქმედი გენერალური მდივანი და ყრილობას უნდა აერჩია იგი ხელახლა გენერალურ მდივნად და მე უბრალოდ გავაცანი წინასწარ საქმისკურში ჩავაყენე ვინაიდან საეჭვო უბრალოდ გაურკვეველი მდგომარეობა იყო მასთან დაკავშირებული რა პოზიციას იკავებ და მან მე არა მხოლოდ მე თხოვა რომ ის არ იყო იმ მდგომარეობაში მას არ სურდა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნობა მიუხედავად ამისა ჩვენ ყრილობა ჩავატარეთ ავირჩიეთ ბატონი მერაბიშვილი კლავ გენერალურ მდივნად ვინაიდან ალბათ სწორად მოვიქეცეთ იმიტომ რომ გრბილად რო ვთქვათ, პოლიტიკურადაც არაკორექტული და ადამიანურადაც არაკორექტული, მორალურადაც არაკორექტულები ვიქნებოდი თუ ციხეში მყოფ ადამიანს თანამდებობიდან გავათავისუფლებდი და სხვას აირჩევდა ყრილობა მის ნაცვლად. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით 2 დღეში ბატონმა ვანო მერაბიშვილმა გავსვლა განცხადება რომ მისი ნების წინააღმდეგ ჩვენ იგი დავნიშნეთ პარტიის გენერალურ მდივნად, ამას რატო ყვები? ჩემთვის 2016-დან 2020 წლამდე ვანო მერაბიშვილის პოზიცია, პოლიტიკური პრეფერენციები უცნობი იყო ნამდვილად ეს ერთი ნაწილი ისე თვალს მინდოდა რაც შეეხება მთავარს ის რომ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ის რომ წვრილი მიუძღვის ამ ქვეყნის ასე ვთქვათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მას ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ რომელიმე ცალკე აღებულ ადამიანს უნდა კონდეს არაფორმალური გავლენის გასაქანი და ეს მისაღები უნდა გახდეს მე რომ პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობის თანამდებობა ხვალ დღეზე დავტოვო ხო აი დავრჩე უბრალოდ ხარდაჭერად მე შემიძლია რეალურად პროცესების მართვის ამბიცია განვაცხადო და მართო არაფორმალურად პარტია. დიახ, აი თქვენ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობთ ვანო მერაბიშვილის ახლა. არჩევითი თანამდებობის პირები დავასრულეთ არჩევითი თანამდებობის პირები უნდა მართავდნენ პოლიტიკურ პარტიას და მეტი ჩემის აზრით ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლების, ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერების პატივის ცემა არ ფიქსირდება, როდესაც მსგავსი მეთოდებით სურვილი აქვს მამას მართოს პოლიტიკური პარტია. თქვენი პოზიცია გასაგებია ბატონიკა, აი ეს მინდა კითხოს სწორედ. დიახ, ეს თავარი წინააღმდეგობა როდის დაიწყო, ეს რომ გითხრათ და 2020 წლის არჩევნებზე მე მინდა გაგახსენოთ რომ თქვენ ერთ-ერთ სატელევიზიო საუბრის დროს ასეთი რამ განაცხადეთ რომ 2020 წლის არჩევნების დროს ვანო მერაბიშვილი ცდილობდა ჩემი შტაბის დანგრევას თუ სწორად მახსოვს ესეთი იყო ციტატა. აი როდის გახდა ამ ფაქტის შესახებ თქვენთვის ცნობილი და ფაქტიურად შეგვიძლია გითხრათ რომ მისი არაფორმალური მმართველობა თუ აი ჩარევა ამ პროცესში სწორედ ამ დროიდან იწყება? დიახ. მადლობა ამ შეკითხვისთვის. დიახ, ადამიანი როდესაც გათავისუფლდა საპატიმროდან, მე მასთან მე ვფიქრობ, რომ ქონდა მორალური ვალდებულება, როგორც მოქმედი პოლიტიკური მასში საბჭოს თავმჯდომარის, რომ
ნამდვილად თანამშრომლობის ხელი გამეწვინა არ მიუხედავად იმისა რომ ადამიანთან დაკავებამდე ორჯერ მქონდა მხოლოდ ფიზიკური ურთიერთობის შესაძლებლობა ხო მაგრამ ჩემ და აბსოლუტურად მოულოდნელად ძალიან მალე არჩევნებზე გდანში სადაც მილიონნახევრიანი ქალაქის ყველაზე დიდ რაიონში ოპოზიციას ჰქონდა გამარჯვების უდიდესი შანსი როცა ჩვენ უპირისპირდებოდი ჩვენ გვიპირისპირდებოდა დიდძალი ფული კრიმინალური გავლენები გდანში ხო კახი კალვაძე მისი მეგობარი კობიაშვილი იქ იყრიდა კენჭ ბიძინა ივანიშვილი თავად მოიყვანეს გდანში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე და ეს ნიშნავდა ძალიან როგორც ჩანს მკვეთრი სიგნალის გაგზავნას ქართული ოცნების რბილად რო ვთქვათ აქტივისტებისთვის და ხშირ შემთხვევაში მოკრიმინალო ელემენტებისთვის რომ გაეკეთებათ ის რაც გააკეთეს არჩევნების დღეს და დაარბიეს შეიარაღებულმა პირებმა არჩევნების დღეს უბნები და კომისიის წევრებს და უბნებზე წარმომადგენლებს იტაცებდნენ პირდაპირ ეთერში თქვენ ეს კადრები იხილეთ და სულ რაღაცა ორი თვით ადრე ჩვენთვის ცნობილი გახდა ძალიან სამწუხარო ფაქტი რომ თურმე და არა მხოლოდ ჩვენთვის უამრავი შტაბის წევრისთვის რომ ამ შტაბის ფარული მოწინააღმდეგე ყველაფერთან ერთად და ყველასთან ერთად ყოფილა ვანო მერაბიშვილი რომელიც ცდილობდა პირდაპირ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებით მალულად ეხაც ნაციონალური მოძრაობის შტაბის ამ შემთხვევაში ჩემი როგორც მაჟორიტარის შტაბის დაანგრევას ეს ჩემთვის იყო რა თქმა უნდა ძალიან შოკის მომგვრელი ინფორმაცია რომელიც მე შევიტყვე მაშინ ამასთან დაკავშირებით მე არ ვისაუბრე ვინაიდან იყო წინასაარჩევნო კამპანია და გაუფრთხილდი საერთო ოპოზიციურ ასე ვთქვათ ინტერესს და არა მხოლოდ საერთო ოპოზიციურ ინტერესს საზოგადოების ინტერესს ვისაც ცვლილება სურს ამ ქვეყანაში უკვე რა ხანია და ამ ყველაფრის თაობაზე ვაპირებდი საუბრას არჩევნების დასრულების შემდეგ ხო პარტიაში შიგნით მაგრამ განვითარდა საკმაოდ ბოიკოტის შემდეგ დამიჭერე არ ვიცი ეს მასუდა თელი პრობლემა ჩემო ნინო თელი პრობლემა ნინო არის ის რომ აი ამ კითხვას მე რომ მისვენ მე ხა გაგცემთ მაგრამ იმასაც უნდა თქვენ უნდა შეგეძლოთ მასთან კომუნიკაცია ანუ ჟურნალისტებს მედიას რომ ამ კითხვებზე პასუხი მან გასცეს არ ვიცი მანეთობა ჩათვალა რომ თუკი გლდანში ცალკე აღებულ შემთხვევაში ჩემი როგორც კანდიდატის სახით გამარჯვებას ჩვენ იქ მოვიპოვებდით მას შემდეგ ასე ძალაუფლების მოპოვება თავისებური მეთოდებით გაუჭირდებოდა ვინაიდან გამარჯვებული კანდიდატი იქნებოდა მისი გადმოსახედიდან ძნელად დასამარცხებელი. სხვა ახსნას ვერ პოულობ რა გითხრათ ნინო სიმართლე არის ეს იცის ყველა ვანო მერაბიშვილის მეგობარმა ვისთანაც იგი მეგობრობდა მას მე პირადად უთხარი მაშინ იმ დღეებში მაგრამ მთელი ამ 2 წლის ნახევრის განმავლობაში არ ჩავთვალე საჭიროდ ამაზე მესაუბრა ვინაიდან სხვა უფრო დიდი ღირებულება არის ის გარშემოც მე მგონია რომ საქართველოს მოქალაქეები უნდა გავერთიანდეთ და ჩემი პირველივე დღიდან რაც ამ პარტიაში მე მოვედი პარტიაში ნაციონალურ მოძრაობაში როცა პარტია გადავიდა ოპოზიციაში ხო შემოგვერთეს სწორედ რატომ ფასეულებითი კავშირი, ღირებულებითი კავშირი დავინახეთ ძალიან ბევრ ადამიანთან, ხო? მაშინ და ბრძოლა დავიწყე პირველივე დღიდან 2013. ბუნებრივია ისინი ამას უარყოფდნენ და ამიტომ დაგისვით ჩვენს მინდა მაკავშირებდეს, გავასწორე, მაკავშირებდეს ეს არ არის ის რაც მე უნდა მაკავშირებდეს ან რაც უნდა აკავშირებდეს ნაციონალურ მოძრაობასთან. დიახაც, მსგავსი მეთოდებით, სიბინძურით მანკიერებით, ღალატით ამ გზაზე ჩვენ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ. ჩემი პირველივე დღიდან თავარი იარაღი იყო, არის და იქნება სიმართლე. და თავარი სამიზნე ჩემი დღეს და ხვალ სანამ ეს რეჟიმი არის ოლიგარქიული რეჟიმი. ამიტომ მე ვიცი კონკრეტული ინფორმაცია აგერ თქვენს ეთერშიც მე ხა გავასაჯარავე ვისაუბრე რამდენიმე დღის წინ, მაგრამ პირველად მაქვს შესაძლებლობა ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენთან მქონდეს საუბრის შესაძლებლობა. ეს ადამიანი 2 წელიწად ნახევარია ამ როგორც ჩანს შეტევისთვის ემზადება. პლუს ახლა გზად მან შეიწყვილა დათო კეზერაშვილი და ხედავთ იმ პროცესს, რასაც ხედავთ ძალიან დასანას, მაშინ როდესაც სულ სხვა პროცესისთვის ემზადებოდა პარტია ნაციონალური მოძრაობა, ამის თაობაზე შიგნით ჩვენ საუბრობდით. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება
უკვე ხდებოდა ძალიან აქტიურ ფაზაში და კაც მოახლოებული იყო სასამართლო პროცესები და პარტიას საერთო გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო თუ რა იქნება ის გადაწყვეტილება, როდესაც პროცესი კულმინაციას მიუახლოვდებოდა და 9 ნოემბერს მათ გააკეთეს ის გაცხადება, რაც გააკეთეს და მეორე დღიდანვე კანდიდატმა ერთმა განსაკუთრებით, ხო, რომელიც არის წარმომადგენელი ვანო მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ინტერესების ამ შემთხვევაში, მე არ ვიცი შეურაცხყოფას არ ვაყენებ ფაქტის კონსტატირებას ვახდენ, დიახაც ეს ასე არის ნამდვილად. დაიწყო მანაიჩი ასეთი სტრატეგია, ცილიწამებლური, შეურაცხყოფელი, აგრესიული, საუბრობს რომ რაღაცა ვერ გაკეთდა, საუბრობენ რომ რა ცუდი მართლობის, ასე ვთქვათ, მენეჯმენტი იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, დიახ. თქვენი გასაგები არის ეს ჩემი ბრალდება, მაგრამ მე სიტყვა არ მომისმენია. მე არ მომისმენია წინადადება და იქნებ თქვენ მაინც გქონდეთ ამის შესაძლებლობა, მათ კითხოთ რა არის ის, რასაც ისინი გააკეთებდნენ, ან რა არის ის, რაც უნდა მათ გააკეთონ. თავიდან ბოლომდე ნეგატიური, აგრესიული კამპანია პარტიის შიგნით, რამაც დამატებითი სტრესი გამოიწვია, რა თქმა უნდა, 100,000-ობით პარტიის ხარდაჭერებში, მადლობა ღმერთს, რამდენიმე დღეში ეს პროცესი დასრულდება, ამას ემატება ფარული, დამონტაჟებული ბატონიკა, ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ ჩვენ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით აუცილებლად დაგისვათ მკითხვას ერთი რამ რემარკის სახით აუცილებლად უნდა გითხრათ რომ ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ რომ თქვენ პირდაპირ ეთერში ჩაგვერთოთ იმიტომ რომ მთელი დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გქონდა ამის სიმცდელობა და ახლა რომ მოხერხდა ეს პირდაპირი ჩართვა და გვერთვებით პირდაპირ ეთერში ეს ძალიან კარგია მე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით რომ ამოვწუროთ ეს საკითხი ბატონიკა მაინც მინდა გკითხოთ თქვენ დაიწყეთ შემდეგ აღარ განავრცეთ ეს აზრი რომ თქვენ თუ 2020 წელს ვანო მერაბიშვილი ასე არაფორმალურად ერეოდა აი ამ საარჩევნო პროცესში. თქვენ მაშინ ამის შესახებ რატო ხმამაღლა არ ისაუბრეთ და რატო ხმამაღლა არ თქვით ეს ყველაფერი საზოგადოების წინაშე და რაღაცნაირად ისე გამოდის ბატონი ნიკა თითქოს რომ თქვენ აი პირადი წყენა უფრო მეტად გაქვთ ვანო მერაბიშვილის მიმართ და ვიდრე ის რაღაც პოლიტიკური პროცესი იყო. რატო უნდა მქონდეს? არა, თქვენ რატო უნდა დავასვათ რომ რა პირადი წყენა უნდა მქონდეს? მე როგორც კანდიდატს, როგორც სარკეღებული ნიკამელიას მებრძოდა, იქ თუ ამ პარტიის კანდიდატს. ხომ არ გამოდის ასე რომ პირადი წყენა გაქვთ? მე ჩაგეკითხეთ თქვენ, ანუ აი რატომ არ იყო რომ თქვენ ხმამაღლა რატომ არ ისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით? თქვენ არ ვიცით ამასთან დაკავშირებით გაქვთ ინფორმაცია თუ არ გაქვთ? მე ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე 2020 წელს. ვისაუბრე და თქვი და განცხადება გავაკეთე. იქ სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება მე იქ არ ვიქნები. ჩვენი თანამშრომლობა ვერასოდეს ვერ შედგება. ამაზე მეტი მე გაანგება არ ვისაუბრე. მე ნინო ეს მოგახსენეთ ზემოთ. მე ვახსენე. ეს 2020 წელს უბრალოდ არ განმავრცე მაშინ თქვენს ეთერში ხავთ 5 წუთი წინ, იმიტომ გავუფრთხილდი დიახაც საარჩევნო კამპანიას ოპოზიციის ინტერესს და საზოგადოების ინტერესს. იმ საზოგადოების, რომელსაც ცვლილება უნდა ამ ქვეყანაში. თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ ამასთან დაკავშირებით, მე რო ეხა საჯაროდ მესაუბრა, ვისთვის ხოზე დაესწრებოდა მაშინ წყალი. უბრალოდ ამ კამპანიის დასრულებას ველოდებოდით, რომ პარტიის შიგნით დაწყებული იყო განხილვა, დაიწყო საპარლამენტო ბოიკოტი, გახსოვთ სამაჯურის მოხსნა პროცესები, ამის შემდეგ სამწუხაროდ ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ დაგვტოვა, ამის შემდეგ დამაკავეს, დამიჭირეს, მერე სამთვეში გამოვედი, მერე კამპანია დაიწყო, თბილისის მერობის კანდიდატი ვიყავი, შემდეგ სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ტყვეობაში, შემდეგ დაიწყო უკრაინაში ის მოვლენები, რაც დაიწყო და არ თuliდი საჭიროთ რომ საჯაროდ და არც პარტიის შიგნით მე ვცლად ამაზე უნდა მესაუბრა, მაგრამ მიუხედავად იმის ნაცვლად რომ ამ ადამიანს უბრალოდ არ ვიცი რაღაცა სინანული მაინც გაშენოდა და თავის თავთან ეპოვა ძალა და მოქცეულიყო ადამიანურად რომელიც გულისხმობდა მინიმუმ ვითარების არ გამწვავებას, მან წამოიწყო ის იერეში, რომელიც წამოიწყო. და ეს პროცესი თავიდან ბოლომდე 9 ნოემბერს დაგანცხადებას გაკეთდა, თავიდან ბოლომდე ამ დღის ავტორები გახლავთ ბატონი კეზერაშვილი და ბატონი ვანო მერაბიშვილი. ეს არის სიმართლე. მე სწორად გავიგე რომ თქვენ მაშინ 2020 წელს ამ ყველაფერთან დაკავშირებით არ ისაუბრეთ, თქვენ იცოდით რომ არაფორმალურად ერეოდა ვანო მერაბიშვილი და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ ამ ყველაფრის შესახებ არ ისაუბრეთ ღიად იმის გამო რომ არ გინდოდათ საერთო საქმე დაგეზიანებინათ? არა, ხომ ეს
ნინო, არა, თქვენ მე მკითხეთ გდანთან დაკავშირებით და გდანში გდანთან დაკავშირებით მაშინ კი არაფორმალურად ერეოდა და ცდილობდა შტაბი დაეშალა. არ ვისაუბრებ თქვი, უბრალოდ ერთ-ერთი არაფორმალურად თუ ფორმალურად ადამიანი აკეთებდა იმას, რაც ყოველდღე მიუღებელია პოლიტიკოსისთვის ბრძოლაში, უთანასწორო ბრძოლაში შესული ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როდესაც იგებს, რომ თურმე მას სხვა მოწინააღმდეგეს ყავს ოპოზიციის წიაღიდან, რა თქმა უნდა, ეს იყო შოკის მომგვრელი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ხო? და მე განცხადება გავაკეთე ძალიან მოკლე ლაკონური, რომ მანო მერაბიშვილთან ვერ ხედა ვერცეთ სივრცეში, ვერცეთ ერთობაში ჩემს თავს და ეს გაიგეს მისმა მეგობრებმაც უშუალოდ ჩემსგან კონკრეტული დეტალებით მომდენო პერიოდში, მაგრამ საჯაროდ ამის თაობაზე, ამის შემდეგ განგებ არ მისაუბრია და ფიქრობ სწორადაც მოიქეცი. მაგრამ როდესაც ახლა ვხედავ, რომ ეს ადამიანი ბატონო ნიკა, მაშინ იმ დროს ვანო მერაბიშვილი პარტიულ საქმიანობაში ამ ნაწილის გარდა სხვა ნაწილში არ ერეოდა? ანუ პარტიასთან სხვა ნაწილში რაიმე შეხება არ ქონია? რა თქმა უნდა, ქონდა, მაგრამ გდანში მე მასთან არანაირი ურთიერთობა გდანში მომხდარის შემდეგ არ ქონია. და არც ვაპირებ არასოდეს ვინაიდან ჩემთვის ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა მიუღებელია, შეუძლებელია, როდესაც ადამიანს შეუძლია ეს გააკეთოს, ის რაც გააკეთა გდანში, მე მიმაჩნია, რომ მას გაცილებით მეტი ამ შემთხვევაში ნეგატიური თვალსაზრისით გულისხმობ საქციელი შეიძლება ჩაიდინოს და მე მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია და აღარც მექნება. ეს არის სიმართლე. კარგი, და ბატონო ნიკა, მაშინ აი პირდაპირ ვისაუბროთ, მოდით, აი ამ ნაწილს. პარტია უნდა გათავისუფლდეს, პარტია უნდა თავასწროთ, თუ პარტია არ უნდა განიძარცოს პოლიტიკური ინტერესიდან. არ უნდა განიძარცოს მორალისგან, ზნეობისგან. ჩვენი მთავარი ძალა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში რა არის? სიმართლე, მორალური უპირატესობა. როდესაც ადამიანი მისივე ავტორობით აუდიო დაჩეხილ ჩანაწერებს თვენახევრის განმავლობაში დაარბენინებდნენ აღმადაღმა ვის უნდა მივცე, მე გარანტია, რომ ესეთი ადამიანი თუნდაც არაფორმალური ოპისოდენა ხარისხით მაინც გავლენას მოიპოვეს ხელისუფლებაში და ათჯერ მეც არ გაუკეთებს აბსოლუტურად უცხო ადამიანს. მე გეტყვით, ბევრად მეც და ბევრად საზარელ საქციელსაც ჩაიდეს. ეს არის ჩემი შეფასება, ეს არის ჩემი დასკვნა, ამასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამაზე. ეს დღეები საუბრობთ ჩვენს ამორჩევლებთან და ამორჩევლებმა მხარდაჭერებმა უნდა გადაწყვიტონ პარტია მიდის მომავალზე ორიენტირებული თუ რჩებით რბილად რო ვთქვათ სტაგნაციაში. ეს არის დაპირისპირება არა პერსონებს შორის, ნინო, ეს არის დაპირისპირება ძველსა და ახალ მეთოდებს შორის. მე ასე მიმაჩნია, დიახაც, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი პარტიის შიგნით. ჩვენ თუ თავად უარს ვიტყვით სიმართლეზე, ჩვენ თუ თავად ვიტყვით, რომ არაფორმალური მართლობა არის ოპოზიციური პარტიის ფარგლებში კარგი და მისაღები, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად პარტია თინაცმოძრაობა ხელისუფლებაში მოვა, ეს დროის საკითხია, ხო? ჩვენ როგორც ახლა ვიქცევით, როგორც მოვიქცევით, აი ესე პროექცირდება ნებისმიერი ჩვენი ქმედება მომავალში ხელისუფლებაში ოფისზე შესაბამისად ქვეყანაში. ჩვენ თუ ვაბუთოთ თავარ ოპოზიციურ პარტიაში, ეს ყველაფერი არის მისაღები, ნინო. მაშინ ჩვენ გულისხმობთ, რომ ეს ყველაფერი მისაღები იქნება პარტია ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, რაც ყოველდღე დაუშვებელი არის. ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე ბიზინა ივანიშვილს იმიტომ არ ებრძვის მიტაცებული სახელმწიფოს ხელიდან გამოტაცება მისთვის, იმიტომ კი არ უნდა, რომ რაც არ მოგწონს გარდა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა, რაც მან გააკეთა, გარდა სახელმწიფო სუვერენიტეტის შებღალვისა, რაც ბიზინა ივანიშვილმა გააკეთა. აი ეს მანკიერება, რომელიც მან განავითარა და ბევრისთვის ნორმად არის, ეხლა უკვე ქცეული ფარული ჩანაწერები, ნორმად არის ქცეული ფარული მიყურადება, სხვადასხვა ტიპის უკანონობა, ეს გაგრძელდეს, არა, ეს ვერ გაგრძელდება და
აი ეს ყველაფერი გადაწყდება ჩემის ღრმარწმენით რამდენიმე დღეში პარტია ნაციონალური მოძრაობის ამიტომ მინდა რომ მოდით პირდაპირ რომ უპასუხოთ არჩევნებზე. მოდით პირდაპირ რომ უპასუხოთ ამ კითხვას. მაშინ რა სულს ვანო მერაბიშვილს და რა სულს დავით კეზერაშვილს, იმიტომ რომ ერთი ნაწილია მაცალეთ კითხვის დასმა, იმიტომ რომ ერთი ნაწილი არის რომ აკონტროლო ხელისუფლება, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის კონტროლი ამ შემთხვევაში რაში ჭირდებათ მათ თუ ეთანხმებით აი ამ ნაწილში სწორედ ეს მინდა რომ ჩაგაკითხოთ თუ ეთანხმებით თქვენი პარტიის და მხარდამჭერების ნაწილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით რომ ბიძინა ივანიშვილს სურს რომ ვანო მერაბიშვილი გააძლიეროს ახლა რადგან ეს ყველაფერი უფრო მეტად ჭირდება და ამასთან ერთად აი საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ სპეცსამსახურებთან რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირია თქვენ ეთანხმებით აი ამ განცხადებებს ეს ნაციონალური და ბიძინა ივანიშვილის თამაშობს და ასე შემდეგ გავსი განცხადება არ გაუკეთება ნინო არ გაუკეთებია არც ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრი არ არის ვინც გავსი განცხადება გააკეთა ვანო მერაბიშვილის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირს გულისხმობ რაშუაში არავის არ გაუკეთებია წევრი გიორგი რურუ ამ თქვა ეს ნაწილი მაგრამ მე გეკითხებით ბიძინა ივანიშვილის თამაშს რომ თამაშობს ამაზე არაერთი საუბრობს ამ ნაწილზე არაერთი განცხადება მოვისმინეთ თქვენ რა ინტერესი შეიძლება არ ვიცი ახლა სამწუხაროდ არიან ადამიანები რომლებიც პარტია ნაციონალურ მოძრაობას უყურებენ როგორც ბიზნეს პროექტს რომლის და გაკონტროლების შემთხვევაში შესაძლებელია ხვალ არა ზეგარა 3 წელიწადში არა 4 წელიწადში არა 5 წელიწადში ასე უყურებენ რომ მათი ბიზნეს ინტერესები განვითარდეს პოლიტიკური ინტერესი აბსოლუტურად უგულებელყოფილია და წინა პლანზე არის წამოწეული ბიზნეს ინტერესი ამიტომ მე მიმაჩნია რომ მომავალში როდესაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი პატიმრობის გადაწყდება და მჯერა რომ მალე გადაწყდება ვიდრე გვიან ხო და ნიკა გვარამიასაც ვიხილავთ უკვე გარეთ და პოლიტიკური პატიმრობა როგორც ასეთი ფენომენი აღარ იარსებებს მე იმედი მაქვს მომავალში საერთოდ ნაციონალური მოძრაობის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დიახაც უნდა მივანდოთ ამორჩევოს ხარდაჭერებს პარტიის წევრებს სხვადასხვა ფორმატში მათ შორის აი ამ მსგავს ელექტრონულ ფორმატში მოდიფიცირებულში რა თქმა უნდა მომავალში ხო მათ შორის საპარლამენტო სიის შედგენა აუცილებლად უნდა მივანდოთ ამორჩევოს და ეს არის დიახაც ჩემი თავარი მიზანი რასაც საუბრობდით პარტიის შიგნითაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იმიტომ რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები რა რევოლუციური სცენარითაც არ უნდა განვითარდეს რომ სამოქალაქო იყო თბილისში წლების წინ 10 წლების წინ და პროცესი ყოველთვის მიდიოდა არჩევნებამდე არჩევნებს ვერ აცდება საზოგადოება ყოველთვის იქნება მაგრამ პარტია ნაციონალური მოძრაობა დიახაც ანგარიშობნავალდებული უნდა იყოს ამორჩეველთან და უბრალოდ როცა ფულიანი ადამიანები იშვიათი გამონაკლისის გარდა რა თქმა უნდა მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ხვდებოდნენ პარტია ნაციონალური მოძრაობის სიაში რომ მათ ფული აქვთ და პოლიტიკა არ აინტერესებს დიახ და შემდეგ ხდება ის რაც ხდება და ბევრჯერ ვიხილეთ ამასაც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაისვას რა ინტერესია გულუყვილო შეიძლება ეს კითხვა ბევრისთვის გულუყვილო ჟღერდეს ნინო რა ინტერესი შეიძლება გქონდეს პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში როდესაც ის იმყოფება ოპოზიციაში ახლა არაფორმალური გავლენა ვისაც ჭირდება ვიღაცები უყურებენ პარტია ნაციონალურ მოძრაობას როგორც რაღაცა უსარგებლო მიწის ნაკვეთს რომელიც შეიძლება ახლა დარეგისტრირებული გქონდეს საჯარო რეესში ფასი არ ედოს მაგრამ ფიქრობენ რომ მავანი ხო რომ აი ხვალ და ზეგ თუ არა და მაზეგ შეიძლება იქ ავტობანმა გაიაროს და ფასი დაედოს ჩემს მიწის ნაკვეთს და ვერ ფულს ვიშოვი ხო ამიტომ დაახლოებით არიან ადამიანები როგორც გაირკვა რომლებიც პარტიას ასე უყურებენ შემდეგნაირად რომ აქტივი შეიძლება ისეთი არ კონდეს ახლა როგორც მე მინდა ჩემი ბიზნესისთვის მაგრამ ხვალ და ზეგ მე ეს პარტია გამომადგება არანაირი პოლიტიკური შიგთავსი მათ ასე თქვა ცდილობებს არ აქვს არ მისმის ბატონიკა დაგირეკავენ აუცილებლად თუ შეიძლება რომ ბატონიკა არ გესმით ახლა ჩვენი არ მისმის ჯიპა თუ დიახ ნიკა მელიას ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით და რა თქმა უნდა განვაგრძობთ საუბარს მთავარი ოპოზიციური პარტიის მოქმედი თავმჯდომარე და ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატი ბევრ საკითხთან დაკავშირებით საუბრობდა და მან ისაუბრა ასევე დავით კაზერაშვილზე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით იმაზე პარტიას თუ რა სამომავლო გეგმა შეიძლება ჰქონდეს მან ასევე საკმაოდ ვრცელი განმარტებები გააკეთა მომავალთან დაკავშირებით როგორ უნდა ხდებოდეს თუნდაც პარტიული სიების შედგენა და ასე შემდეგ და თუ როგორ შეიძლება რომ განვითარდეს პროცესები ნაციონალურ მოძრაობაში. ნიკა მელია რასაც ხაზს უსვამს არის ის რომ სწორედაც რომ რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს ის რომ ამ მორჩეულმა
მიიღოს გადაწყვეტილებები და ახლა როგორც ვიცი ნიკამელია ისევ არის ხაზზე და ჩვენ გვიერთდება პირდაპირ ეთერში და ბატონო ნიკა აი რომ დააკონკრეტოთ ხომ თქვენ საუბრობდით საარჩევნო სიებთან დაკავშირებით და აი ამ ნაწილში სიაში რომ მოხდა ეს ყველაფერი არის აქ გამორჩენის მიზნით თუ ეს ადამიანებიც ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობენ აი რა სიტყვით ჩვენმა პარტიის ამორჩეველმა მე არ ვამბობ რომ ვინმე თამაშობს ახლა ბიძინა ივანიშვილის თამაშს მაგრამ ბიზნეს ინტერესი რომ უფრო აინტერესებს ვიდრე პოლიტიკური ინტერესი ამას ვადასტურებ დათო კეზერაშვილს ეს ხა სხვადასხვა მედია საშუალებების ყიდვა რატო უნდა ყიდვა წილის ყიდვა რატო უნდა თავ მე ვაფასებდი ეს გახდა ჩემთვის ხელშემწყობი ფაქტორი როდესაც ციხიდან გამოვედი და მან გამოთქვა სურვილი ჩემთან შეხვედის მას მე შევხვდი ხო იმიტომ რომ მეგონა რომ რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ყავდეს ოპოზიციურ მოძრაობას, მაგრამ როდესაც დავწმუნდი რომ ადამიანს სხვა ინტერესი აქვს და სხვადასხვა თანამდებობის პარტიული თანამდებობები და გათავისუფლება ზდომებია, რასაც მე ნამდვილად არ ავყევი და სხვადასხვა კიდე აი რომ დაგვიკონკრეტოთ სხვა რამეს გეკითხებით ბატონო ნიკა მე გეკითხავთ და დაასრულეთ ამის შემდეგ ბატონო ნიკა ძალიან გთხოვთ ნახეთ აი რას გეკითხებით რომ თქვენ როდესაც საუბრობთ დავით კეზერაშვილთან და ვანო მანერბაშვილთან დაკავშირებით თქვენი პირადად ნიკამელიას მოსაზრება როგორი არის თამაშებენ თუ არა ისინი ბიძინა ივანიშვილის თამაშს მესამეჯერ მეკითხებით და გპასუხობთ მესამეჯერ ბიზნეს ინტერესი არის რომელიც პრევალირებს მათ პოლიტიკური ინტერესი ანუ გამორჩენის მიზანი აქვს და ამაზე მინდოდა კი თქვენ არიან ადამიანები რომლებიც საუბრობენ იცით და დავით კეზერაშვილი 2016 წლამდე ხო პარტია ნაციონალურ მოძრაობას ეხმარებოდა და 2016 წლის შემდეგ რა გაუკეთა თუ ეხმარებოდა და გვეხმარებოდა და მოძრაობას ეხმარებოდა და მართლა მიხარებოდა და ყოველაც გამიხარდება და ახაც ზუგდიდში თუ გამოჩნდებიან ადამიანები ვინც ადგილობრივ ორგანიზაციას დაეხმარებიან ყოველთ გამიხარდება მაგრამ ეს ადამიანები რომ თუ დააპირებენ პარტიის კონტროლს მათ შორის ადგილობრივ დონეზე რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემა იქნება და ამას წინააღმდეგებით ნამდვილად ხო ადამიანი ეხა ერთის მხრივ საუბრობს რომ იცით რა მას სურს საერთო ოპოზიციური მოძრაობის გაძლიერება მივესალმები ყველა ადამიანს მაგრამ სხვადასხვა მედია საშუალებებში წილების ყიდვას რატო ლამობს მაშინ რა ეროვნული მოძრაობის წილი უნდა იყიდოს ხო აი თუნდაც მაგალითად სხვადასხვა ტელევიზიებში ხო რატო გინდა რომ და ეს გახდა მეთქი ტელეკომპანია ფორმულა ვახსენე ჩვენთვის დიახაც გამაიოლებელი ფაქტორი რომ მე გადავდგი ნაბიჯი და მას შევხვდი თავის დროზე ხო და რამდენიმე თვე გაგრძელდა ეს ურთიერთობა და დავწმუნდი რომ მას სხვა ინტერესი აქვს ჩემ და სამწუხაროდ და კარგი იქნება თუ ის ნამდვილად ფოკუსირდება ამ შემთხვევაში ტელეკომპანია ფორმულაზე და პარტიულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ის არ იქნება ჩართული იმიტომ რომ ეს მისთვის საზიანოა და საერთოდ ოპოზიციური მოძრაობის საზიანოა ხო მე ასევე მესმის რომ სხვადასხვა მედია საშუალებების ყიდვა უნდა ხო და ჩვენ თუ გუწველი პოზიცია გაქვს უბრალოდ დახმარებ ხო და რაღაცა მოძრაობა საზოგადოებას რომ დაიხვალ წილს რატო ყიდულობ აუცილებელია როცა ახლა ეჭვები არსებობს არა თუ ხვალდაზე შენ გაიძლიერო კონტროლი არაფორმალური გავლენა ეს არის ის რაც მე ცხადად დავინახე ეს არის ის რასაც ბევრი ადამიანი უკვე ხედავს საქართველოში და დარწმუნებული ვარ პარტია ნაციონალური მოძრაობა ამ ძალიან რთულ პერიოდსა ძალიან ღირსეულად გადაიტანს და დარწმუნებული ვარ არჩევნების დასრულების შემდეგ ყოველ შემთხვევაში მინდა ამჯეროდეს რომ დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს და ეს ყველა კანდიდატმა უნდა თქვას და მე ვამბობ თქვენს ეთერში ისმის ჩემი ხონინო დიახ ისმის გისმენთ ბატონო ნიკა დიახ ბატონო ნიკა მე ვამბობ გამარჯვების შემდეგ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში რა თქმა უნდა ძალიან სწრაფად განხორციელდება რამდენიმე დღეს გულისხმობ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ამის შემდეგ მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები რამდენი დღეში რა თქმა უნდა ძალიან ფართო საზოგადოებრივ ოპოზიციურ ფორმატში ჩვენ მივიღეთ ასევე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს რომელიც მათ შორის შეეხება ყველანი ერთად მივდივართ ვადანდელი არჩევნებისკენ თუ არ მივდივართ და ასე და ასე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მე თქვენ აუცილებლად მოგცემთ საუბრობ ძალიან მნიშვნელოვანია საუბრობ და ვამბობ თუ შეიძლება მადლობა თუ ვიტყვია მნიშვნელოვანია რომ დამარცხების შემთხვევაში მე გამარჯვებულს მივულოცავ და ცენტრალური მმართველობიდან რა თქმა უნდა განზე გავალ პარტიაში დავრჩები
რა თქმა უნდა, მანასანა მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, ვის აქვს იმისი უფლება თავში აზად გაილოცოს, შეიძლება ამ ბრძოლას განერიდოს არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ეს სხვა კანდიდატებიც უნდა თქვან და მე შემთხვევით არ ვახსენებ და არ ვსაუბრობ ამაზე, იმიტომ რომ შეინიშნება ტენდენცია რიგი კანდიდატების მხრიდან, რომ ისინი უკვე ცდილობენ არჩევნების შედეგების უარყოფას. ეს შეინიშნება. ვის გულისხმობთ იქნებ დააკონკრეტოთ? იცით რა არის განსხვავება. დიახაც აუდიო ფარული ჩანაწერების გავრცელება ხო მანკიერება და ხო კონკრეტული დანაშაულია, ხო? მაგრამ ამის თვენახევით ადრე გავრცელება და არ ვიცი, ტარება აქეთ-იქით ხო საერთოდ ყრეხილობა და უფრო ძიმე დანაშაული და ამან ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩააგდო პარტია ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნების წისქვილზე დაასხა ახალწყალი და მეორე დღეს ქალბატონ გიული გალასანიას გავრცელეს რაღაცა უცნაური წარმომავლობის აუდიო ჩანაწერი. ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად გითხავთ ერთი რამ დავასრულოთ. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ბატონ ნიკა. ბატონ ნიკა, დავასრულებ. ამაზე საუბრის შესაძლებლობას მოგცემთ მე თქვენ აუცილებლად იქამდე საუბრობდით თქვენ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ასეთი რამ თქვით ბატონ ნიკა. თუ შეიძლება. დიახ, დაასრულეთ. აზრს დავასრულებ ნინო. და მეორე დღეს უკვე ნახეთ რა კამპანია დაიწყო ქართულმა ოცნებამ, რომ როცა გავრცელეს ქალბატონ გიული ალასანიას რაღაცა წარმოუდგენელი წარმომავლობის აუდიო რაღაცა ჩანაწერი, ხო? რომ ის იყო ჩემი რევანში, მელიას რევანში და აი ამ ტალახში გვაგურავებს ახლა მთელი ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ შეხედეთ ქართული ოცნება ახლა აი ამას ეუბნება საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს და ნაციონალური მოძრაობა რას აკეთებს და ესენი გინდათ ჩვენს ალტერნატივად და ადამიანები მე დავინახე ახლა გარშემო რომლებიც ემზადებიან პარტიის შედეგების უარყოფას და არალეგიტიმურად გამოცხადებას. ბატონო ნიკა, ვინ ემზადება? და ეს საერთოდ რომელ კანდიდატზე საუბრობთ? და ეს საერთოდ იქნება მომაკვდინებელი პროცესისთვის და ქართული ოცნების წისქვილზე დასხმა იქნება, როდესაც მათ მიეცემათ თავარი, არ ვიცი, იარაღი შესაძლებლობა, რომ ხელში აღიჭურებიან და იტყვიან ხვალ და ზეგ თუ კი მსგავსი რამ კიდე გაიმეორეს და ალბათ რა თქმა უნდა გაიმეორებენ, ეხლა ზნეს ისინი არ შეიცვლიან, რომ ჩვენი არაფერი არ დაეჯერება მათ, ისინი თავად ერთმანეთს აბრალებენ არჩევნების გაყალბებაში. და ეს უკვე პარტიის დანგრევის მცდელობა იყო, განსხვავებით წინა წლებისგან, როცა პარტიის დაშლის მცდელობა ჰქონდა ხელისუფლებას ივანიშვილს და რამდენჯერმე მან მოახერხა, ახლა არ ვიცი მავანს ხო, ნებსი თუ უნებლიოდ აქვს შეტევა მოტანილი პარტიის დანგრევის მხრივ. ამის შესაძლებლობა პარტია ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველმა არ უნდა მისცეს და ძალიან აქტიურად ისინი დარეგისტრირდნენ შესაბამის ბლონზე პარტია ნაციონალური მოძრაობის Facebook გვერდზე, ჩემს Facebook გვერდზე, ოფიციალურ გვერდზე ნიკა მელიას შეუძლიათ შევიდნენ, ძალიან ბერმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ არავის არ მიცეთ შესაძლებლობა ეს პროცესი დააზიანოს. ბატონ ნიკა, 7 დღე არის ნახე დარჩენილი არჩევნებამდე და აი ამ დროს როდესაც თქვენ ამბობთ, რომ არჩევნების შედეგების არაღიარება შეიძლება მოხდეს და ასე შემდეგ, ვისზე საუბრობთ? იქნებ დაგვიკონკრეტოთ და ვინ გეგმავს ამ ყველაფერს? არიან კანდიდატები, არა, არც საუბრობთ, გამოდის ერთ-ერთი კანდიდატი მაგალითად, ხო, რომელიც ასევე ძალიან მჭიდრო კავშირშია ბატონ ბერაბიშვილთან, ჩემი შეფასებით და ჩემი დაკვირვებით არის ბატონი მუმლაძე, ხო? 24 საათი საუბრობს, რომ ეს პროცესი არის ყალბი, ეს პროცესი არ არის ლეგიტიმური და ასე შემდეგ, ხო? მე თქვენს ეთერში ვსაუბრობ და ვიმეორებ თქვენის ნებართვით, პატივისცემით თქვენთან და საზოგადოებას უდასტურებ. დამარცხების შემთხვევაში მე არჩევნების შედეგს, რა თქმა უნდა, ვაღიარებ, იმიტომ რომ გააზრებული მაქვს რა კონტექსტი არის ისტორიული, სადაც მეტი მოკლედ ნებათაღელვა უბრალოდ აღარ შეიძლება და დაუშვებელია, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიკეთე შეიძლება ამ ყველაფერს გადავაყოლოთ, რომელიც მოცემულია სრულიად შემთხვევით სოფლიოში გეოპოლიტიკური ძვრების შედეგად. ხო, რა მიზეზის არ უნდა ქონდეს, მე ამ შედეგებს ვაღიარებ დამარცხებასაც, მაგრამ სხვებმაც უნდა თქვან იგივე და მე ჯერ არ მესმის ყველას ხმა, რომ ისინი საუბრობენ იგივე სასაც მე ვსაუბრობ. ბატონ ნიკა, კიდევ ერთიც მინდა აუცილებლად გითხოთ, რა ან თქვენი თან მიმართებით ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა, რაც მოდიოდა, იყო ის, რომ არის ნაციონალური მოძრაობის პასიურობა, რომ თქვენს პასიურობთ, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, რომ არასაკმარისად ნაბიჯებს დგამთ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე
ქვეყნის შიგნით და ასე შემდეგ. ასევე პატიმრობაში რჩება მთავარი არქივის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. აი თქვენი გამარჯვების შემთხვევაში რა გაგმა გაქვთ ამ მიმართულებით, რას საპირებთ, რა შეიძლება რომ გააკეთოთ, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ? დიახ, ამიტომ გითხარით რომ მოგცემთ შესაძლებლობას და აი გაძლევთ დიახ შესაძლებლობას. შემდეგ გადაცემაში მოგიწევთ. რა შეიძლება პრეტენზიებს, რომელიც მესმის სრულიად ცილიწამებლური, არ შემიძლია სანამ გაგცეთ ამ კითხვაზე პასუხს. აი მთელი 4 დღის განმავლობაში აწარმოებდნენ კამპანიას, თავში იმიტომ ვახსენე, რომ აბსოლუტურად ზნეობას დაცლილი კამპანია აწარმოა რამდენიმე კანდიდატმა. თითქოს მე შევხვდი ლელოს პარტიის თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს, მას გაურიგას შეშენდი, ხო? რითი განსხვავდება ეს ცილიწამება იმ ცილიწამებისგან და მიაღვარი ცილიწამებისგან, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ყოველდღე ქართული ოცნებისგან. თუ შენ ამას კადულობ ოპოზიციაში, შიდა პარტიულ არჩევნებში, ხვალდაზე გარანტიას ვისალზე, რომ შენ იგივე ხელისუფლებაში თუ მოხვალ, ამას არ იკადრებ. ხო? რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ მიხაილ სააკაშვილთან მიმართებით, წამოაყენე საერთაშორისო დონეზე პასიურობა, ამას მე პასუხს არ გავცემ. ვინაიდან მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ დაინახა, რას ვაკეთებდი ამ პერიოდის განმავლობაში, უკანასკნელი წლების განმავლობაში. აი ყველა ერთად აღებული რამდენიმე ადამიანი არიან, ხო? გამიხარდებოდა მხოლოდ ჩემზე მეტი რო გაეკეთებიათ ამ მოძრაობისთვის უკანასკნელ წლებში, ან კრიზისი შეექმნათ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის. მხოლოდ გამიხარდებოდა ოდესმე მომესმინა რაიმე კონკრეტული გეგმის თაობაზე, რომელიც მათ ჰქონდათ, ან რამე სტრატეგია, სტრატეგიული გეგმა, რომელიც მათ ჰქონდათ. გავსი არაფერი. ერთჩვენიერ დღეს მათ გაახსენდათ, ისაც გაახსენდათ და მათ კი არ გაახსენდათ. გაახსენდა ვანო მერაბიშვილს და გაახსენდა დათო კეზერაშვილს. ეს არის პასუხი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას პატიმრობას, თუ კი რამდენს და ვინმე ზიანი მიადგა ამ პროცესის, რა თქმა უნდა მიადგა, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რა, უფრო ძლიერები ვართ, უფრო კონსოლიდირებულები ვართ. ვიდრე 9 ნოემბრამდე ვიყავით, რა თქმა უნდა, არა, ჩვენ ერთობაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ნინო, ერთობა ასევე არ წარმომიდგენია მხოლოდ რომ 5-6 პოლიტიკური პარტიის ლიდერი გაერთიანდება და ეს არის ერთობა, ხო? მნიშვნელოვანი უფრო ჩემთვის ერთობა არის, როდესაც განსხვავებული საზოგადოებრივი ჯგუფები, განსხვავებული ოპოზიციური ელექტორატის წარმომადგენლები ერთობაში შედიან და მათთვის მიუღებლობა მიუღებელი ბარიკადები და ბარიერები არ არსებობს და ახლა ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩანაწერებით დარბი ვართ. ვიღაცები გამოდიან არჩევნებს არ ვაღიარებთ, უკვე ანონსებენ და მიმზიდველობას ვასხივებთ ფართო საზოგადოებისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესს დაეხმარება? იმიტომ რომ ჩვენ ხომ თავხდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, მისი გადაყვანის ცდელობა, რომელიც უნდა დასრულდეს საწადელით, ხო? არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პრობლემა და ეს ის ტვირთია, რომელიც შეიძლება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა ვერ აწიოს და ჭირდება ფართო საზოგადოებრივი პოლიტიკური კოალიცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ კონკრეტული საკითხის გარშემო და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხერხდეს და შემდეგ ნიკა გვარამიას გათავისუფლება. და რა როგორ პოზიციონირდებით? თქვენ მოგინდებოდათ იმ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა, სადაც ფარული ჩანაწერები დაჭეყრილი დარბიან? მე დარწმუნებული ვარ, არ მოგინდებოდათ. მაგრამ თქვენ მოგინდებოდათ იმ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა, იმ პარტიის ამორჩევლობა, სადაც მსგავს რამეზე ძალიან მკაფიოდ იქნება უარი ნათქვამი და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ მანკიერებას. ბატონიკა, კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც თქვენს მიმართ ისმის ხოლმე, ბატონიკა, გესმით ჩვენი? კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც თქვენს მიმართ ისმის ხოლმე, არის ის, რომ რეგიონებში თქვენ რეგიონებს ყურადღებას არ აქცევთ, ამომრჩეველს იქ არ აქტიურობთ თქვენი თანამებრძოლების მიმართ და ასე შემდეგ და ამავდროულად ნინო, თქვენ მაიცით. თქვენ მაიც ხო იცით? მე გაგეცით ამაზე პასუხი, მხოლოდ გამიხარდებოდა ერთი ადამიანი მაინც ოდესმე მოსული იყოს და ეთქვას, რომ მე მაქვს კონკრეტული გეგმა, აი ეს გავაკეთოთ. მე პარტიაში, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ვარ, ხო? მას შემდეგ რაც გრიგოლ-ვაშაძე წავიდა, ჩემს დაჭერამდე სულ რამდენიმე თვით ადრე მოხდა ეს. და
გრიგოლ ვაშაძე როდესაც იყო პარტიის თავმჯდომარე, მე რასაც ვთვლიდი საჭიროდ, სადაც ვთვლიდი საჭიროდ, რომ უნდა მეაქტიურა იქნებოდა ეს სხვადასხვა პროცესები, მათ შორის ქუჩის აქციები. ხო, რა თქმა უნდა, გრიგოლ ვაშაძე საქმის გულში იყო და მე ვაკეთე და ავანგარდში ვიდექი. და გრიგოლ ვაშაძე მე არ მაკავებდა, არიქ არ გააკეთა ნიკა, აშენეს არ გააკეთო. და ვინმეს ქონდა ამის სურვილი და მე არ გავაკეთებიე? ან გეგმა, ან გამოსავალი, ან უკეთესი სტრატეგია, ხო? პარლამენტის წევრები არიან ეს ადამიანები. პარლამენტში ვინც არის 90% ჩვენი შეჭრები მიპირისპირდებიან ახლა მე რაღაცა გაუგებარი ეფემერული რაღაცა წუხილებით, ხო? ხო შეიძლება მე იგივე პრეტენზია გამოთქვა და ამაზე განგება ვსაუბრობ, სანამ არჩევნები არ დამთავრდება, არ მინდა რომ ფულების დაწერა ჩამითვალოს ვინმე, ხო? თქვენ პარლამენტში ხედავთ ამ ადამიანების აქტიურობას მაგალითად? აი იქ არ აყავთ ყობახიძე, იქ არ აყავთ დინარაძე, იქ არ აყავთ მთელი ქართული ოცნების კოჰორტა, ნაწილი მათ შორის, ხო? ვინ უშლის ხელს? პარტიულ თანამდებობები მაგათ ჰქონდათ, ყველა შესაძლებლობები მივეცი, პარლამენტში ისინი არიან. თუ აქტიურობა უნდა, ჩემი აქტიურობა არ მოწოდათ, რაც გასაკვირია ნამდვილად, ხო? თვითონ ან მე რატო არ ვსაუბრობ, თვითონ რატო არ აქტიურობდნენ? ამიტომ ეხა ის რაც თქვენ კითხვის სახით მე დაამისვით, აი ასე გაგეცით პასუხი. კარგით, რაც შეეხება აი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, თქვენ არაერთხელ ახსენეთ ამასთან დაკავშირებით და არაერთხელ თქვით, ხომ? და ამასთან ერთად იყო თქვენი მხრიდან და ნათქვამი ასეთი ფრაზაც, რომ ეს არის ყველაზე უფრო შავი ლაქა აი ამ საარჩევნო კამპანიის პირობებში. რა სიტყვით თქვენ ახლა რეალურად ამ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, მე რა თქმა უნდა შინაარსში არ შევდივართ, აი ახლა არა, შინშინა, როცა დაჩე ამას ნინო ძვირფასო მაყურებლებო, თვენახევრის განმავლობაში მათ შორის რამდენიმე პოლიტიკოსი არ ვიცი რაიონი და რაიონში ატარებდა და მე შემდეგ გააკეთეს ის რაც გააკეთეს. შავი ლაქა უდიდესი დარტყმა მიაყენეს ამით პარტიას და მის რეპუტაციას. და ამ რეპუტაციის გამოსწორების შესაძლებლობა რამდენიმე დღეში გვექნება. აი აქ ხედავ ნამდვილად შანსს, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრმა ამ 600,000-მა, რომელიც პარტიას ძვირფას საზოგადოების ნაწილი ხარს უჭერს ტრადიციულად ნაციონალურ მოძრაობას, ხო? დარწმუნდეს, რომ აქ იმარჯვა წესიერებამ უწესობაზე, სინდისო უსინდისობაზე, სიმართლე მტყუილზე და მეორე 600,000 როგორც მინიმუმ ის ადამიანები, ვისაც ჩვენ სავით, ნაციონალ-მოძრაობის პარტია ნაციონალ-მოძრაობის ამორჩევლების სავით, ცვლილებები უნდათ დიდი პოლიტიკური, ამ ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ცვლილებები ვერ შედგება და დროში გაიწელება, თუ ჩვენ ვართ აი ამ მანკიერების მომხრეები და მიმდევრები. ლაქაც არის და ლაქაც. ნინო უდიდესი დარტყმა მიაყენეს ამით პარტიას სამწუხაროდ, მაგრამ შესაძლებლობა გვეძლევა ახლა ერთ კვირაში რომ ეს დიდწილად გამოვასწოროთ და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილმა გაიგოს, რომ პარტიაში წესიერმა, მიდგომამ, სამართლიანი პროცესების მომხრე პარტიის წევრებმა, ამორჩევლებმა, გულშემატკივრებმა, ხარდაჭერებმა, პოტენციურ ამორჩევლებმა გაიმარჯვეს. მასასადამე მათმა ხედვამ იმარჯვა იმ ადამიანების ხედვაზე, რომლებიც თითქოს ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ დასაშვებია. ასმენინეს თვენახევრის განმავლობაში, როცა მე გაავრცელეს თვალის ასახვებად გაემიჯნენ, განცხადება გაავრცელეს, რომ თითქოს ისიც რა ვდგმობთ. ან იმ ადამიანებს თვალებში როგორ უყურებენ, ვისაც თავად მოასმენინეს, ხო? ეს დაჩეხილი, მიჩეხილი, ასე თქვათ აუდიო ჩანაწერი. გასაგებია ბატონო ნიკა და შემაჯამებელი თქვენი პოზიცია გვაინტერესებს, ნაწილობრივ თქვენ ამაზე რამდენჯერმე ისაუბრეთ და თქვით აი ამ ინტერვიუს დროს, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, რომ ასეთი მწვავე არის ხომ რაღაცა ძალიან ესეთი მიდის ეს კამპანია და როდესაც უკვე დასრულდება ეს არჩევნები, არ ვიცი თქვენი გამარჯვებით ან თქვენი დამარცხებით, როგორი იქნება ხომ აი რამდენად შეძლებენ გამარჯვებულები და დამარცხებულები ისევ ერთ პარტიაში გააგრძელონ საქმიანობა. მერწმუნეთ მე ყველანაირად ხელს შევუწყობ. მე ვიღათ იმისა, რომ ზოგჯერ ბევრს საუბრობენ, მაგრამ არაფერს არ ამბობენ. შეიძლება ბევრი ისაუბრო, მაგრამ არაფერი არ თქვა, ხო? მე ვფიქრობ ამ ეთერში ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ბევრი ვთქვით. ჩემ თავს გულისხმობ ამ შემთხვევაში, მაგრამ მერწმუნეთ. ძალიან ბევრია კიდევ, რაზეც მე არ ვსაუბრობ. ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. იქნებ ვუფრთხილდები ამ პარტიის მომავალს ნამდვილად.
და მიმაჩნია რომ საკმარისად ინფორმირებულია საზოგადოება. მე ამ პროცესს არჩევნების შემდგომ პროცესს ხელს შევუწყობ რომ ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს რაც ჩემი აზრით გაადვილდება მათ შორის, როდესაც დამარცხებული კანდიდატი მიულოცავს გამარჯვებულს და გამარჯვებული შესაბამისად მოიქცევა და არავის არ აქვს უფლება გამარჯვებული კანდიდატის შეხედულობაში ხა ვიღაცას ანგარიში გაუსწოროს და ასე შემდეგ. ეს დიდწილად, რა თქმა უნდა, პროცესებს დაარეგულირებს, მაგრამ თავი ეს ჯინი ბოთლიდან ვინ ამოუშვა, ნინო ამაზე ვისაუბრეთ, ხო ვინ გახსნა ეს პროცესი, რატო გახსნეს ეს პროცესი. აი მომავალი მას შეუძლია ჭეშმარიტი ფასის დადგენა თითოეული სიტყვის და ქმედების და ნამოქმედარის, რასაც თვალყოს ახლა ვადევნეთ. ბევრი ხედავს უკვე, ბევრი ბოლომდე ვერ ხედავს და რაღაც ნაწილი ჯერ ვერ ხედავს, მაგრამ მომავალში დაინახავს. მე მგონია, რომ დიდ პოლიტიკურ პროცესში შემთხვევით არაფერი არ ხდება და ამ შემთხვევაში შემთხვევითობას როცა ვახსენებ, არ გულისხმობ პარტიისთვის სასარგებლოდ ნაბიჯის გადადგმას, რომელსაც ადგილი ქონდა 9 ნოემბერს. მაგრამ ახლა ჩვენი ვალია ყველას ერთად რომ პროცესი მივიყვანოთ დასასრულამდე და ეხა ერთმანეთს აღარ დაუწყოთ აქ მაინც იმის ძახილი რომ არჩევნები გააყალბეს. ერთმა მხარემ ან მეორე მხარემ. მე ჩემი აფი ოპოზიცია თქვენ გაგიცხადეთ ამასთან დაკავშირებით და იმედია სხვაებიც ანალოგიურად მოიქცევიან, თუმცა უკეთესი იმედს ტოვებს ჯერჯერობით რამდენიმე ადამიანის პოზიციონირება. ბატონო ნიკა, დიდი მადლობა. ნიკა მელია ზუგდიდიდან გვერდთობოდა ჩვენ პირდაპირ ეთერში ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე და თავმჯდომარეობის კანდიდატი.